ქალების მარში უკვე არის რუსთაველის გამზირზე, ფილარმონიიდან დაიწყო მსვლელობა და ახლა მიუახლოვდებით სულ მალე ოპერას და რა თქმა უნდა ეს მარში დასრულდება რუსთაველის გამზირზე, როგორც ყოველთვის ყველა მარში მიდის ხოლმე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე ახლა აქვე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ამ მარშის მონაწილეებს. გამარჯობა კიდევ ერთხელ, ძალიან ბევრი ხალი არის დღეს შეკრებილი, ხო, როგორც ყოველთვის. კიდევ ერთხელ გითხარით თქვენი მოთხოვნები და რატო ამ მნიშვნელოვანი მსგავსი მარში? მოგესალმებით, პირველ რიგში ჩვენი მოთხოვნა არის რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რა თქმა უნდა ცხადია რომ ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და ჩვენ გვირდებით რომ აუცილებლად მივიღებთ ამ ახალ არჩევნებს და ძალიან მალე მოვრჩება ეს ყველაფერი რაც 28 დღეა მიმდინარეობს. ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა დიდი მადლობა. მეორე აქციის მეორე მონაწილესაც გავესაუბრები, რომ აქ ყველა ხალი არის საკუთარი სათქმელით. კიდევ ერთხელ გითხარით არჩევნები, რა თქმა უნდა, კიდე რა არის თქვენი სათქმელი დღეს? ჩვენ გვინდა რეჟიმის პატიმრების თავისუფლება და ხელახალი არჩევნები, რაც შეიძლება მალე. რამდენად ეხლა რასაც ვუყურებთ, თქვათ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროტესტი, 28 დღეა უკვე პროტესტის, ხო, აი, რას ატყობთ ქართულ ხალხს, რამდენად შეიძლება რომ დაიღალოთ? არ უნდა დავიღალოთ არანაირად და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, როგორც ვიბრძოდით საუკუნეების მანძილზე. ძალიან დიდი მადლობა. ამ აქციას როგორც გითხარით, ქალების მიერ არის ორგანიზებული, ქალების მარში არის, რომელიც დღეს სულ 9 საათის წინ დაიწყო. ალბათ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან და წამოვედით რუსთაველის გამზირისკენ. აქ არიან მსახიობებიც, აი ერთ-ერთი მათგანი შეიძლება პირდაპირ ეთერში ვარ კარგით. ყველას არ სურს საუბარი, ეს ტრადიციაა რაღაცნაირად აქციაზე, რომ ადამიანებს არ სურთ ხოლმე პირდაპირ ეთერში ამაზე საუბარი, თუმცა ფაქტია მათი პოზიცია, იმიტომ რომ უერთდებიან აქციებს, ყველა მსვლელობას, მარშს და მათი მთავარი მოთხოვნები, რა თქმა უნდა, არის ახალი არჩევნები, გესმით ისინი სწორედ ამას სკანდირებენ და ასევე უკანონო პოლიტიკური პატიმრების ტყვეების გათავისუფლება. მოდი აქეთ გადავინახოთ, ლუკა, აქეთ რო გამოვიდეთ. გამარჯობა. არჩევნები სკანდირებთ, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი და მთავარი მოთხოვნა, თუმცა კიდევ რა გაქვს სათქმელი დღეს? დიდი ხანი ვფიქრობდი, რომ რა გამოიწვია ამ მთავრობის ასეთმა ქმედებებმა. თავად და ყველაზე ცუდი რაც გამოიწვია არის ადამიანების პოლარიზება, ადამიანებს ერთმანეთთან გადაკიდება. ანუ დღეს არ არსებობს ნაცი და ქოცი. ეს უნდა გავიაზროთ. დღეს ყველა ვართ ქართველები და ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე. რადგანაც ქვეყანამ შეიცვალა კურსი და ისევ არის საშუალება რომ რუსეთის გუბერნიად ვიქცეთ. ამიტომაც ყველას მოგიწევთ აბსოლუტურად გამოხვიდეთ და დაიცავთ ჩვენი დემოკრატია, ჩვენი ქართველობა და არ შეგუოთ იმ უსამართლობას, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და არ შევეგუოთ ავტორიტარულ რეჟიმს. აუცილებლად ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. ძალიან დიდი მადლობა, ცოტა წინ გადავიდეთ, აქციის მონაწილეებს გავცდეთ ლუკა და აქედან დავანახოთ ადამიანებს რა ხდება. აი აგერ სხვა მე რასაც გეუბნებოდით არის ქალების მარში, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება ამ ქალების მარშს, მათ შორის ნიკა მაჩაიძეს ხედავ ბოდიში პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენც უერთებით არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ვისი ორგანიზებულია ქალები, კაცები, რა მნიშვნელობა აქვს, ყველა იბრძვის ერთ საერთო მიზნისკენ. კიდევ ერთხელ გითხარით, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროტესტი 28 დღეს. ეცეთ რა ყველა მარში არის, უკვე მეათად ვიძახით ეგრეს. ყველა მარში მნიშვნელოვანია, ქალები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქალები შეცვლიან მე მგონი საერთოდ ყველაფერს. ზუსტად ეს არის ყველა ბანერზე. მნიშვნელოვანია, კი, ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ საერთოდ ისტორიულად ეგრეა, ქალები შეცვლიან ყველაფერს და საერთოდ მთელ მსოფლიოში რა კრიზისიც არის, ქალები დაამთავრებენ კრიზისს. აქაც მათ შორის. ძალიან დიდი მადლობა. ხედავთ, ქალების იმედი აქვს ყველას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნამდვილად არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სწორედ ქალების ძალამ და ქალებმა დაასრულეს უკანონობა და ისინი ქალები ზოგადად ყველაზე ხმამაღლა და მძაფრად იბრძვიან ხოლმე უკანონობის წინააღმდეგ, პირველ რიგში საკუთარი უფლებების და შესაბამისად ძალიან გამოცდილები არიან ისინი უსამართლობასთან ბრძოლაში
ხედავთ ახლაც ყველაზე ხმაურიანი შეიძლება ითქვას ყველაზე ბევრის მთქმელი ბანერებით და პლაკატებით არიან დღეს წარმოდგენილი ქალები და შესაბამისად აი ოპერასთან ვართ უკვე და ძალიან მალე უკვე ვიქნებით რუსთაველის გამზირზე დღეს არის პროტესტის 28-მე დღე და ისევ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში აქაც ახლა კადრში რამდენადაც ხედავთ და წესით უნდა ხედავდეთ კარგად რამდენი ადამიანი უერთდება ამ მარშს და რა თქმა უნდა ესენი არ არიან მხოლოდ ქალები არიან კაცებიც რა თქმა უნდა უერთდებიან ამ მსვლელობას მარშს და პროტესტს თავარი მოთხოვნები რა თქმა უნდა არის უცვლელი ახალი არჩევნები და უკანონო პატიმრების პოლიტიკური პატიმრების სასწრაფოდ გათავისუფლება სულ რამდენიმე წუთში უკვე ვიქნებით ჩვენ პარლამენტის წინ რუსთაველზე მე კადრში დაგიტოვებთ ამ მსვლელობას კადრებს როგორ